Ეთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშჩაძე სოფელ მუხრანში ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ეთიანი ნაციონალური მოძრაობის გაზეთებთან ერთად 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს. 4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, არავის მოუწოდებთ მივიდნენ რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე, ყველა უნდა მოვიდეთ მეგობრებო რუსთაველზე. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი და ეს ყველაზე კარგად ესმით მუხრანელებს, ძალისელებს, იმიტომ რომ მუხრანი და ძალისი არის ქართული ხალხის ერთიანობის და ისტორიული დიდგორის ბანაკის ადგილი. ამიტომ ეს სულისკვეთება მიგვაქვს ჩვენ თბილისში, დედაქალაქში. საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ მათ აღარ სურთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება, სადაც დიდრდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი კორუმპირებული ვერტიკალი, რომელიც პირამიდასავით შექმნა და ყველგან სოფლებში, რაიონებში, ქალაქებში ყავს თავისი ფეოდალები, რომლებიც ასევე არიან კორუფციაში ჩაფლულნი და ეს ყველაფერი ხდება ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ხალხს უნდა უკეთესი ცხოვრება, უნდა კეთილდღეობა, მეტი შემოსავალი, მშვიდობა, ევროკავშირში გაწევრიანება. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვების დღე, რომლის რწმენაც დაუბრუნა ქართველ ხალხს ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ახლა გამოკეტილი ყავს ივანიშვილს ციხეში და ტყვეობაში ყავს, სწორედ იმიტომ, რომ თავად ივანიშვილმაც დაიჯერა საკუთარი მარცხის, რომელიც არის ერთი ხელის გაწვდენაზე 4-ში 4 საათზე გელოდებით ყველას რუსთაველზე. 4 ოქტომბერს შემოკარგებო, უნდა მთელი საქართველო გაერთიანდეთ, დავდგეთ იქ სადაც საჭიროა. ყავთ ჩვენ ისეთი პატიმრები, როგორიც არის ლევან ხაბეიშვილი, მიშა სააკაშვილი, უნდა გამოვიდნენ ესენი და უნდა ქვეყანა იმ კონტექსტში წავიდეთ, რასაც დიდი გაერთიანება ქვია ჯერ ესეთი ქართული და ეროვნული გაერთიანება და შემდეგ უნდა ეს ხალხი და სრულიად საქართველო უნდა განვითარდეს.